ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში და ქართლის რეგიონში სამუშაოებს გაანაგზობს. პროექტი მოიცავს კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, იგოეთისა და მრგვალი-ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციას, ასევე ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების წყლის სათავე ნაგებობებისა და სადგურის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი. გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელთან ერთად დღეს კასპის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც კასპისთვის, ასევე კასპის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. აღნიშნული პროექტი თვალისწინებს წყალშემკრები აუზების რეაბილიტაციას, სახლის მშენებლობას, მთლიანად სისტემის მოწყობას, რომელიც ხელშეუწყობს მოსახლეობაზე წყალმომარაგების მიწოდებას, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება და ასევე მოეწყობა სოფელ იგოეთში სასმელი წყლის სისტემა, როგორც სატუმბი სადგურები, ასევე წყალშემკრები და ანალოგიური იქნება მოსახლეობაზე 24 საათიანი წყლის მიწოდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ კასპში, სადაც წყალმომარაგების კომპანია უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს ქალაქისთვის. ქალაქი დღეის მდგომარეობით 5 საათიან გრაფიკით მიეწოდება წყალი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ქალაქი გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე. პროექტის ფარგლებში რემონტდება რეზერვუარები, ასევე ეწყობა მდინარის დამცავი გაბიონი, ასევე მოეწყობა და რემონტი ჩაუტარდება წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არსებულ სერვის ცენტრებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 31 მილიონს. პროექტის საბოლოო დასრულების ვადა გახლავთ 2026 წლის ბოლო.